მოგესალმებით მეგობრებო, ცოცხალი კედელის მორიგი ეპიზოდით ბრუნდებით. 6 მონაწილე ერთმანეთს სპორტის სოდნაში შეეჯიბრება, გამარჯვებული კი 500 ლარს მიიღებს. სანამ წესებს ახსნით, დღევანდელი ეპიზოდის მონაწილეები გავიცნოთ: საბა, გიორგი, დავითი, გიორგი, ნიკა და შოთა. როგორ ხართ მეგობრებო? შვენიერი, წარმატებებს გისურვებთ. ახლა გადავიდეთ წესების ახსნაზე, რომელიც ძალიან მარტივია. სულ თამაშობს 6 მოთამაშე. გადაცემა შედგება 5 რაუნდისგან. თავარი წესია დაასწრო მოწინააღმდეგეს სწორი პასუხის გაცემა და რაუნდის ბოლოს არ დარჩე მარტო. თითოეულ რაუნდში საჭიროა გარკვეული რაოდენობის სწორი პასუხები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. მაგალითად, პირველ და მეორე რაუნდში 1 სწორი პასუხი, მესამეში 2, მეოთხეში 3, ხოლო ფინალურ რაუნდში, სადაც 2 მონაწილე დარჩება, მოიგებს ის, ვინც პირველი უპასუხებს 5 შეკითხვას. მგონი ყველაფერი გასაგებია, კითხვები ხო არ გაქვთ? აქვე გეტყვით, რომ ჩვენი წარმოდგენია BetLive და მათ მადლობა ამისთვის. თუ მზად ხართ, მაშინ დავიწყოთ პირველი რაუნდი. შეგახსენებთ, პირველ რაუნდში საჭიროა 1 სწორი პასუხი. პირველი რაუნდის პირველი შეკითხვა. რომელმა ქვეყანამ უმასპინძლა ყველაზე მეჯერ ზაფხულის ოლიმპიადას? ბრიტანეთი. საფრანგეთი. ამერიკა სწორი პასუხია და გიორგი გადავიდა შემდეგ რაუნდში. რა ზედმეტსახელით ვიცნობთ საფეხბურთო კლუბ ბრაიტონს? თოლი. ვიყავთ ეს. კი. კაცთა რამდენი წონითი დივიზიონია UFC-ში? 6, 9, 7, 8. 8 სწორია, ნიკა ეგ გადახვედა. დარჩა მარ. სწორედ მას აქვს ყველაზე მეტი 25279 ქულა ინდიანა პეისერსის მაისურით რეჯი ჩაგდება. მილერი. მეგობრებო, ყურადღებით, რომელ ნაკრებს აქვს ყველაზე მეტი მარცხი მუნდიალებზე? მექსიკა. მექსიკა სწორია და საბა გადახვედი შემდეგ ეტაპზე. შოთა მადლობა. გადაცემა რო შეგვიფასო, როგორ მოგწონს და შენი აზრით ვინ მოიგებს დღეს? ძალიან კარგია, იდეალურია სპორტის მოყვარულებისთვის, აზარტულია და ძალიან მინდა რომ დავით სააძემ ან გიორგი წერიძემ. მეგობრებო, მეორე რაუნდი, აქაც პირველის მსგავსად 1 სწორი პასუხია საჭირო. რომელ ინგლისელს აქვს ყველაზე მეტი ასისტი პრემიერ ლიგაში შესრულებული? ლამპარდი. ჯერარდი. ბეკჰემი. პოლ სკოულს. გიგზი. ინგლისელი ერთ-ერთი. რომელ რუნი. რუნი სწორია. შენი. ვიღა დარჩა სხვა. სწორედ ამ ნომრით ასპარეზობდა ჰოლანდიის ნაკრებში იოჰან კროიფი. 14. 14 სწორია. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. რომელი მერსისაიდელი ფეხბურთელის გვარია პალინდრომული? პალინდრომული ხო? ეკიტიკე სწორია, ოჩო. ყურადღებით მეგობრებო, უნდა გაიხსენოთ 2010 წლის მუნდიალის ფინალი და ვინ გაუკეთა ინიესტას ასისტი? ფაბრიკასი სწორია და დავითი გადავიდა შემდეგ, გიორგი გადავიდა შემდეგ ეტაპზე ბოდიში. ძალიან კაი გამოვიდა, ვისი ამონე და წარმატებებს გისურვებ. აი და შენ ვიზედებს სანს ვინ მოიგებს? ნიკა მგონია რომ მოიგებს. ბრენიერ, წარმატებებს. მესამე რაუნდი ამჯერად სრულებაა, საჭიროა 2 სწორი პასუხი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი წარმოდგენია BetLive და მათ მადლობა ამისთვის. რა არის გამოსახული Dallas Mavericks-ის ლოგოში? ცხენიოც. ერთადერთი ინგლისელი, რომელსაც მოუგია წლის მორაგბის ტიტული. ვილკინსონი სწორი. ყველაზე მეჯერ ეს გუნდი გამხდარა MLB-ს ჩემპიონი. Yankees. ყურადღებით, რამდენი გოლი გაუშვა ჟოზეს ჩელსიმ პრემიერ ლიგის 4-5 წლების სეზონში? 15 სწორია. 2026 წლის მუნდიალზე ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლი გავიდა 126 წუთზე. ვინ გაიტანა? დეკატალიანი. ნევეშმა კი არა. ილემანსი სწორია და შენ გადახვედი შემდეგ ეტაპზე. NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი დაკარგვა ამ კალათბურთელს აქვს. ლებრონ ჯეიმსი. ლებრონი სწორია და 1-1 მეგობრებო, მატჩბოლები გაქვთ ორივეს. არსენალამდე სწორედ ამ ქვეყნის საფეხბურთო კლუბს წვრთნიდა არსენ ვენგერი. საფრანგეთი. შოტლანდია? ბელგია. არა, იაპონია იყო მეგობრებო. რამდენი გუნდი მონაწილეობდა 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? 12. 10. 13 იყო. 26 მარტს ვინ იყო თბილისში მთავარი არბიტრი? მარცინიაკი. მარჩინიაკი სწორია და ნიკა გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
მადლობა პირველ რიგში მონაწილეობისთვის. როგორ შეაფასებდი თამაშს? ძალიან საინტერესოა, ახალია და დინამიკური და ისეთ კარგი ფორმატია, ძალიან სათამაშო და წარმატებას გესურვებ. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ამ რაუნდში გჭირდებათ 3 სწორი პასუხი. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი. რომელ ინგლისურ გუნდს წვრთნიდა შოთა არველაძე? ხალი. ხალი სწორია, ერთი სწორი პასუხი. ვინ გახდა 25-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე? კვარცხელია. რომელ გუნდს აქვს ყველაზე მეტი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე? რეალი. ოჩახ. აუ. უშანსოდ შემდეგ ეტაპზე ფინალში მე მაგას არც ვიტყოდი რომ ახსოვდეს მეგობრებო, ფინალი დევს სასწორზე. იატა. რა ცხოველია გამოსახული ტორინოს ლოგოზე? ცხენი. ხარი. არის სწორია. ხო, ქიანი იყო მას. ვინ შეასრულა პირველი ჰეტ-ტრიკი 2026 წლის მუნდიალზე? მესი. თანაბარია. რომელი კლუბი აერთიანებთ სერხიო რამოს, მარადონას სევილია. და მესამე იყო ჟულ კუნდე, ერთით-ერთია. ნიუ-იორკ ნიქსის გარდა მითხარით კიდევ ერთი გუნდი, რომელშიც კარმელო ენტონის უთამაშია. დენვერი. ოკაჰომა. დენვერი, ორივე სწორია, მაგრამ დენვერი უფრო ადრე იყო, 2-1. სოფლიო ჩემპიონატის ეფექტი. ამ კაბოვერდელ მეკარეს ვოზინია. ვოზინიას სწორი პასუხია და დავითი გადავიდა ფინალში. ნიკა, მადლობა მონაწილეობისთვის. როგორ მოგეწონა გადაცემა? ძალიან სწრაფ აქტიურ რეჟიმში, რაცა როგორც გონებისთვისაა კარგი, ენერგიულიც არის. სიტუაციაც იქნება ესეთი გამაჯანსაღებელი ყველანაირ გონებისთვისა და ფიზიკურად. ფინალში ვისკენ ხარ? ორივე ჩემი გუნდელია სხვადასხვა სპორტში, ასე შემდეგ ძალიან ძნელი იქნება. გაკეთება, მაგრამ უზუსტად ვიცი რომ რომელიც გაიმარჯვებს იქნება აუცილებლად ღირსეული. მადლობა ძალიან. მეგობრებო, გილოცავთ ფინალში მოხვედრას და წარმატებები ორივეს. ამჯერად საჭიროა 5 სწორი პასუხი. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი წარმომადგენელია ბეთლავი და მათ მადლობა ამისთვის. პირველი შეკითხვა. რომელმა გუნდმა აირჩია დრაფტზე ვლადიმერ სტეფანია? დეტენვერმა. პორტლენდი. იუტა. სიეტლი. სიეტლის სწორია. რომელ ინგლისელ მეკარეს აქვს ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი პრემიერ ლიგაში? პრემიერ ლიგაში. პრემიერ ლიგაში. სიმენი. ჰარტი. პიკფორდ. კაი, დევიდ ჯეიმსი იყო. ბოლო არაევროპელი, ვინც ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა? ლევანდოვსკი. ევროპელი. არა ევროპელი. ხო, ბაზარია. არა გერმანელს წავედი. არც. ობამეიანგი. NBA-ის რომელმა გუნდმა აიყვანა მეორე რაუნდის 42 პიკად ზაზა ფაჩულია? მილოკი ბოქსმა. არა. არ მახსოვს. ჰოქსი. არა, ორლანდო მეჯიკი იყო. ორლანდო, აიმე. ქორის თვალი, რომელ სპორტში არის ეს 3D სისტემა? ჩოგბურთი. რა ეროვნებისაა ჩოგბურთელი დამირ ჯუმჰური? ბოსნიელი. დავითი დაწინაურდა. სადაური იყო ლეგენდარული ტენისის მოთამაშე რენე ლაკოსტე. ფრანგი. რომელი იყო იურგენ კლოპის გაწვრთნილი პირველი კლუბი? მაინც. და матч პოინტები აქვს დავითს. 2010 წლის მუნდიალის მასკოტს საკუმი ერქვა. რა ცხოველი იყო? წარმოგვიდგენია. არ ვიცი. ზებრა. ლომი. არა, ლეოპარდი იყო. აფრიკაში. ვინ გახდა 2022 წლის მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი? ალვარესი. არ ვიცი, მაკალისტი. ენცო. ენცო სწორი პასუხია და გამარჯვებული. გილოცავ. ჩვენიერი თამაში იყო, მეგობრებო, რა სიტყვით აბა? როგორ მოგეწონათ? კმაყოფილი ვარ პირველ რიგში შედეგით და მივესალმები მსგავს წამოწყებებს და იმედია მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტურნირები. კარგი პროექტი იყო და შედეგით მეც მაყოფილი ვარ. ფინალი კარგი. მადლობა ძალიან დიდი.